დღევანდელი სხდომის განხილვის საგანია ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე ამ სახელით იცნობს საზოგადოება იმ სამი ახალგაზრდის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მაღალჩინოსნების მიერ განზრახ მკვლელობისა და პრაქტიკულად ქუჩაში ჩაცხრილვის საქმეს, რომელსაც სამი ახალგაზრდა შეეწირა. ჩვენ დღევანდელი სხდომის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, რომელსაც მინდა კომისიის სახელით და სამდივნოს სახელით დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ მაღალმთიანი აჭარიდან დღეს გვეწვივნენ მოკლული 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული ორი ახალგაზრდის მშობლები და მე მინდა სამდივნოს ვთხოვო რომ ერთ-ერთი მათგანი თავად გადაწყვეტენ ვინ შემოგზანდება პირველი შემოაცილოს დარბაზში. მობრძანდით ბატონი მიხეილი, ხომ ასეა? დამბრძანდით ბატონო მიხეილ, ბატონი მიხეილ ართმელაძე, რომელიც ჩამობრძანდა აჭარიდან. ბატონო მიხეილ, სანამ შევუდგებით საუბარს, თქვენ წინ გაქვთ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას. ასეთია წესი და მოდით ჯერ წესი დავიცვათ და შემდეგ შევუდგეთ საუბარს. ჩვენ უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა ასევე კითხვებზე უარი ან პასუხებისთვის თავის არიდება იშება სისხლის სამართლებრივი წესით და ამ გაფრთხილების დასტურად, რომ მეს გითხარით, თქვენ მოისმინეთ, გთხოვთ ხელი მოაწეროთ იმ დოკუმენტს, რომელსაც თქვენ სამდივნოსთან ერთად გაეცანით. დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, ძალიან ძიმე ფაქტები უნდა გავიხსენოთ თქვენთან ერთად ჩვენ დღეს. ამიტომ თქვენ აიღეთ რა დროც დაგჭირდებათ და პირველ რიგში თავი წარმოგვიდგინეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს თქვენ შესახებ ვინ ბრძანდებით, რა კავშირი გაქვთ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან. და შემდეგ ქრონოლოგიურად, ანუ დროში რის მერე რა მოხდა, რომ გითხრათ ამ საქმეზე განაჩენი არის დამდგარი უკვე ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ განაჩენის თანახმად არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელს დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის მუხლით მისჯილი აქვს სასჯელი და არა მხოლოდ მას, მაგრამ სანამ განაჩენამდე მივალთ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დადგა, იქნებ გაიხსენოთ ის მძიმე დრო და დროში რა როგორ განვითარდა, ეს გითხრათ, შემდეგ დავსვამთ კითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით, პატივცემულო კომისიის თავმჯდომარე, პატივცემულო კომისიის წევრებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოება. მე მინდა პატარა შესავალი გავაკეთოთ თქვენის ნებართვით. დღემდე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ხელისუფლებაში მობრძანდებოდა ძალა, რომელიც აი ასეთ მტკივნეულ საქმეებს გაუძღვებოდა და შეისწავლიდა ამ ჯალათების ჩადენილ საქმეებს და მართლაც საქართველოში საზეიმოდ განწყობილი ვიქნებოდით და სამართლიანობა აღსდგებოდა. ეს მინდოდა და ამისთვის უძვირფასესი უღრმესი გულით მადლობა. ნებისმიერ ყოველივე თქვენთაგანს, პატივცემულებო. ახლა რაც შეეხება ჩემს მე ვარ 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს უდანაშაულოდ დაღუპული, ხაზი უნდა გაუსვა, უდანაშაულოდ დაღუპული. იმიტომ ეს სოფლიო მიწის სამ პირთა შორის ერთ-ერთის მარად ართმელაძეს მტკივნეული ოჯახის წევრი მშობელი, მიხეილ ართმელაძე.
დავიწყოთ ახლა ჩემი შვილის მიმართ როგორ დაიწყო ეს მოვლენები როგორ განვითარდა. ჩემი შვილი იყო სტუდენტი. სწავლობდა ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე, მესამე კურსზე. ამავდროულად ეს მინდა ვთქვა ახლა მაყურებლის გასაგებად, მინდა ვთქვა, ჩემი შვილი კიდევ ერთ-ერთი მუსლიმანური ტრადიციული რიტუალია ასეთი წინდაცვეთა. ბოდიში მომიხდია ეგება ასეთი ამასაც აკეთებდა. ნაქირავები ბინა მქონდა, დროებით ნაქირავები ბათუმში, გორგასალის 105 ნომერში. ახლა ეს საზოგადოების თვალწინ ჩნდება კითხვა. ეს სამი პიროვნება საიდან როგორ მოხდნენ ერთად, რომ ჩავიდნენ თბილისში და აი ამ ჯალათების მსხვერპლი გახდნენ. ეს მინდა ახსნა, რომ ბოლოს მეტი შეკითხვები, რომ ბევრი შეკითხვა არ დაისვა. ეს მინდა ახსნა პატივცემულებო. ჩემი შვილი სადაც ცხოვრობდა დროებით, გორგასალის 105 ნომერში, ბათუმში, მის წინ მდებარე სახლში, მის ეზოში ცხოვრობდა მურად გორგაძე, ჩემი შვილის ერთად რომ იქნა მოკლული. ამაზე ლაპარაკი. იმასაც ჰქონდა დროებით ნაქირავები ბინა, ოღონდ ოჯახით იყო ისი. ჩემი შვილი მარტოდ იყო და ის ოჯახით ამავდროულად ყავდა მეუღლე. დაოჯახებული იყო ეს მურად გორგაძე. ახლა კიდევ ჩნდება კითხვა, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ეს რომან სურმანიძე, რომელიც იყო ქობულეთის რაიონიდან, ეს ამათ ერთად საიდან მოხდა? ასეთი კითხვა ჩნდება. მოგახსენებთ, რომან სურმანიძე პატივცემულებო იყო ჩემი შვილის თანაკურსელი. სამედიცინოზე ვასწავლედი ბათუმში, მესამე კურსი. თანაკურსელი. ამ დროს რადგან ჩემი შვილი აკეთებდა ამ მუსლიმანურ ერთ-ერთ ტრადიციულ წინდაცვეთას და რომ თქვათ, ეს იცოდა მის წინ მდებარე მურად გორგაძე, წინათ ხსენებულმა, ჩემი შვილის ერთად რომ იქნა მოკლული. ამან იცოდა და ამ მურად გორგაძეს სიმამრი ყავდა წალკის რაიონში. იქ ცხოვრობდა მისი სიმამრი. რადგან ამ მურად გორგაძისგან იცოდა მისმა სიმამრმა, რომ ჩემი მეზობელმა მეგობარი მაგალითად აკეთებს ამ საქმეს, ამ წინდაცვეთას ნათლობას გეუბნებით და რომ გასაგები იყოს და აკეთებს, გაუჩნდა სურვილი მის სიმამრს, რომ ესე იგი მურად გორგაძეს ეთქვა ჩემ შვილისთვის, რომ ესე იგი წასულიყო წალკის რაიონში და ეს საქმე გაეკეთებინა. ამ დროს როცა ნახა ჩემი შვილი და უთხრა, რომ ასე წალკაში უნდა წავიდეთ ამ საქმეზეო, ჩემმა შვილმა უთხრა, რომ ალბათ ვერ ვიხსენებ, ალბათ შემოდგომის მიწურულს იყო, თუ არ ვცდები, ეს თქმულება. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ დავიცადოთ ცოტა და იანვრის არდადეგების პერიოდში წავიდეთ გრძელვადიანი არდადეგები მაშინ არისო. ეს საქმე კეთდება საერთოდ არდადეგების პერიოდში და ხოდა მოახსენა მის სიმამრს დაგეგმეს ამათმა, ამ დაგეგმვანდი ბოდიში რომან სურმანიძემ უთხრა, მეც თქვენი მეგობარი ვარ და მეც უნდა წამოვიდეთ თქვენს ერთადო. მესამე ქობულეთიდან ვინც იყო და ჩემი შვილის ერთად სტუდენტი გეუბნები და წავიდნენ იმ თარიღს ვეღარ ვიხსენებ პატივცემულებო, რომელ იანვარში როდის წავიდნენ წალკაში. ეს თარიღი რაღაც არ მახსენდება და როცა ჩავიდნენ ეს საქმე გააკეთა ჩემმა შვილმა ორ სოფელში. ასეთი სოფლებია გუმბათი და ავრალო წალკაში. ამ ორ სოფელში გააკეთა ეს საქმე და როცა ბრუნდებოდა 12 იანვარი იყო, ხუთშაბათი დღე იყო. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჩემ შვილს ტელეფონი არ ქონდა, მურად გორგაძეს ტელეფონი არ ქონდა, ტელეფონი მხოლოდ ქონდა რომან სურმანიძეს. ამ ერთი ტელეფონით სარგებლობდნენ ეს სამივე.
აქ მინდა ვთქვა აქედან ახლა რომ იმ წამოსვლის ხვალე მოდიან და ამეღამ ღამე გაითიეს სოფელ ავრალოში ის ჩემი ბიძაშვილის შვილი ცხოვრობს იქ მალხაზ ართმელად ცხოვრობდა ახლა აღარ ცხოვრობს იქ მალხაზ ართმელაძე ასეთი პიროვნება და იმ ბოლო ღამე გაითიეს აქ ავრალოში იქიდან რომ მოდიოდნენ ეს ყველაფერი აგ განაჩენშიც მაქვს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე გნებავთ იგ კადრებშიც არის მე მგონი ყველა უყურებს მაგ ნავთლუღის საქმე რანაირად მოხდა კადრებშიც არის იქიდან რომ მოდიან იმ მალხაზ ართმელაძედან რომ წამოვიდნენ დილაზე ხუთშაბათ დღეს ავრალოდან წალკის ავტოსადგურამდე მოვიდნენ სხვა ტრანსპორტით ავტოსადგურიდან წალკის ავტოსადგურიდან წამოვიდნენ სხვა მარშრუტით და სხვა ტრანსპორტით წამოვიდნენ ამის შემდეგ განაჩენი ლაპარაკობს პატივცემულებო სამი ტომი განაჩენი მაქვს საქალაქო სააპელაციო უზენაესი ხელთმაკ რომელმაც გამამართლა სტატუსი მაქვს სტატუსირებული ვარ იქიდან რომ წამოვიდნენ იმის შემდეგ ეს დაკითხვებია რაღაც იმ ავრალოში იქიდან ადგილიდანაც არის ყველაფერი იმის შემდეგ განაჩენი ლაპარაკობს აგერ რას ლაპარაკობს სადღაც თბილისში არ მოსული ასეთი სოფელი თუ რაღაც ფონი ჭალა ასეთი ადგილი თუ სოფელი რა ვიცი და ასეთი ყოფილა აი აქ დახვდება წითელი მარკის ავტომანქანა ოპელი ალექსანდრე სუმბაძე რომელსაც მართავს ალექსანდრე სუმბაძე ოღონდ ისიც ძალოვანი ეს განკარგულებით გიორგი დგებუაძეს და დათაახლეას განკარგულებით დათაახლეა იყო გიორგი დგებუაძეს მეთაური გიორგი დგებუაძე ალექსანდრე სუმბაძეს მეთაური იმ ორის ბრძანებით რა ხდება ამ ფონი ჭალის ტრაფარეთთან თუ რაღაც განაჩენი ლაპარაკობს ამას იქიდან ეს სამი ბიჭი ჩვენი ბიჭები ჩასვა ავტომანქანაში ამ ალექსანდრე სუმბაძემ მე ვცელი მოსაყვანი მაქვს პატივცემულებო და უნდა მაპატიოთ მე ჩემი თემა ცლათ არის რა ვქნა არსად არ გვეჩქარება უნდა მაპატიოთ რომ არა რა გზანებთ ნაღვლიანი გული მაქვს და რაღაც დანაღვლიანებული და გთხოვთ თხოვნით მოგმართავთ მე როგორც სანჯული საზოგადოებასაც აინტერესებს და ჩვენს გვაინტერესებს ამიტომ რაც შეიძლება ბოდიში უნდა მოგიხადო და რომ ცლათ მინდა რომ დეტალებში ვეცდები რომ თანმიმდევრობით ავხსნა რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს მე საბოდიშო არაფერია თქვენ ძალიან კარგად საუბრობთ პირიქით დიდი მადლობა ამისთვის ბოდიში უნდა მოგიხადო კიდევ არაფერი არ არის საბოდიშო ჩვენ არ გვეჩქარება შევდივარ და წინასწარ გიხდი ბოდიში რომ ნამეტარი დანგრეული გაღატაკებული დაძირული მტკივნეული ოჯახი ვარ თქვენთან მშვიდობა და ხოდა ამ იმ ორი დედიკოს ბიჭების მეთაურობით რომ თქვათ და ვინც დათაახლეა და გიორგი დგებუაძეს მეთაურობით ამ ისიც ძალოვანია მათი თანამშრომელია ალექსანდრე სუმბაძე განაჩენი ლაპარაკობს უზენაესი განაჩენი ამას ჩააჯუმლებს ამ სამ ბიჭს და ეტყვიან კამადას გასცემენ ბრძანებას გასცემენ რომ სანამ ჩვენ არ გეტყვით მანამ ეს ბიჭები ატარეთ თბილისის ქუჩებში და ჩვენ რომ გეტყვით სასაკლაოზე მოგვიყვანე და მე ასე ვთარგმნი და ასე ხონდა მთელი დღე ატარა რაღაც მოცემულია და მავიწყდება ახლა 3 თუ 4 იყო საათი თუ რაღაც და ატარა მთელი დღე ამ თბილისის ქუჩებში ამ ოპელით ამ ალექსანდრე სუმბაძემ და გასცა ბრძანება ამ გიორგი დგებუაძემ გასცა ბრძანება რომ უკვე მსხვერპლები მომიყვანეთ აქა დათაახლეას მეთაურობით მომიყვანეთ და ახლა ეს ალექსანდრე სუმბაძე ლაპარაკობს ამ განაჩენით გეუბნები და რომელიც ხელთ მაქვს მე ჩემი მტკიცებულება იმის შემდეგ განაჩენს ვეყრდნობი მე მიმიხდით ახლა და ეტყვის რომ მომიყვანეთ აქაო და ახლა ეს მივიდა იქა ნავთლუღის ავტოსადგურში ამ ხსენებულმა მანქანამ
ალექსანდრე სუმბაძე მიიყვანა ეს სამი ბიჭი და სადღაც არის საათი თუ არ ვცდები გამიხსენებ 10-15 წუთი ესეც მახსოვს 10-15 წუთია რომ უკვე იანვარში 10-15 წუთი კაი გამესავეთ არის და ახლა და მიიყვანა იქა და ჩამოსვი ეს ბიჭებიო და გაგძელე გზაო მიიღო კამანდა იმათინა ბრძანება და დედიკოს ბიჭებიდან კიდევ ერთხელ ხო და ახლა ეს ამბობს რომ ჩამოუსვი ეს ბიჭებიო და წავედიო პირდაპირ წავედიო და კალცა წრიული გავაკეთეო ეს ალექსანდრე სუმბაძე ლაპარაკობს წრიული გავაკეთეო და რომ მოუბრუნდი მეორე მხარეს რა მოუბრუნდი წამოვედიო და რომ წავედიო ეს სროლები ატყდაო იმ წუთაშო სროლები ატყდაო და დამაინტერესა და ეს წრიული რომ გავაკეთეო და მოუბრუნდი ისე აბრად წამოვედიო მოვედი იმის მოპირდაპირეთ მოვედიო და რაღაც ჩოჩქოლია რაღაც ხმაურიაო და დავინახე რომ მე ვინც მოვიყვანე სამი ბიჭიო ესენი მიწაზე იყვნენ დაყრილიო უკვე დახოცილები იყვნენო აქვე მინდა ავხსნა ეს რომ საზოგადოებამ ესე იგი ზუსტად სწორი მართულებით დასკვნა დასვას ეს მინდა და ამ დროს დათაახალა ეს მეთაურობით როგორც კი დახოცა ესენი უმოწყალოთ და ესე იგი ყოველგვარი გაფრთხილების განაჩენი ამბობს ამას და კადრებიც არის ნავთლუღის საქმე არის აგერ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ესენი ახლა კამანდა აკეთებს ბრძანებას აკეთებს ფიქრობს ახლა რანაირად გავაკეთო და გადამღები თუ არ ვცდები აქ ნათქვამი არის გურამ დონაძე ასეთი თუ არ ვცდები ასეთი რაღაც თუ სწორად მახსოვს ასეა და შეცდომა მაპატიეთ შეიძლება შეცდომა იყოს და კი ბატონო გურამ დონაძე ქვია იმ კაცს გიდასტურებ შემდეგ გურამ დონაძე ასეთი პიროვნება არის გადამღები ვიდეო გადამღები ვამბობ და ეს დაურეკეს მოიყვანეს ეს ბიჭები უკვე თავისუფალი არიან იმის შემდეგ რომ იღებს ახლა გურამ დონაძეზე ლაპარაკი რომ იღებს დავალეს იღებს და გარბიან ახლა ეს დათაახალაა მოყოლებულია დათაახალაა გიორგი დგებუაძე ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი თუ არ ვცდები ესენი გარბიან აღმასროლით ძირს ავტომატებიო ესე იგი ბრალდებას უყენებენ ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ განაჩენი ლაპარაკობს პატივცემულებო მე ასე მაქვს გადაკითხული და გადაზეპირებული ბატონო მიხეილ ამ დროს სამივე უკვე გარდაცვლილია დიდი ხნის და მეორეთ მიდიან სცენარი დადგეს ყალბის სცენარი აი ამას გეკითხებით კი ბატონო ბატონი დათაახალაია ამ დროს არის ვინც არ იცის იმიტომ რომ ახალგაზრდებმა აღარ იციან დათაახალაია ამ დროს არის ქვეყანაში ჩვენს იმდროინდელ სახელმწიფოში უშიშროების ხელმძღვანელი. მას აბარია სახელმწიფო არის მოყოლებული ნათქვამები, მაგრამ ის არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მას აბარია ჩვენი ყველას უსაფრთხოება. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს გიორგი დგებუაძის მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება რომ მოიგონონ ბრალდება. ზუსტად პატივცემულება მე მინდა რომ საზოგადოებმა სწორად ახსნას საზოგადოებას სწორი დასკვნა გამოიტანოს. თქვენ იცით ვინ იყო გურამ დონაძე იმ დროს? გადამღებიო მე ასე რაღაც გურამ დონაძე იმ დროს არ ვიცი და რომ არ ვიცი და გურამ დონაძე იმ დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს PR სამსახურის ხელმძღვანელი. ვერ გეტყვი პატივცემულება რა. საზოგადოებამ რო იცოდეს. რომ შეცდომაში არ შევიყვანო საზოგადოება ვერ გეტყვი რა. კი ბატონო. ვერ მახსოვს. და რა გადაიღო გურამ დონაძემ? გადაიღო ეს აღმასროლა პატივცემულებო რომ სროლობენ ძირს ავტომატებიო. ასე ჩანს კადრებში და კადრები არაერთხელ ნანახი ექნება საზოგადოებას. კი ბატონო. ძირს ავტომატებიო და სროლებით ხომ ბიჭები თავისუფალი არიან უკვე გაცივებული არიან მაგენი და ამ დროს
ხსენებულია განაჩენილ ლაპარაკობს უზენაესი ლაპარაკობს აგენ ხსენებულია პატივცემულებო ერთ-ერთმა გამოძიებით დაუძგენელმა სიტყვით იმ სიტყვებს ვამბობ ერთ-ერთმა გამოძიებით დაუძგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო სუმკა რომელშიც ეწყო მოკლე სახის ავტომატები და მიიტანა და თვითეულს გვერდზე დაუწყო ამ მიცვალებულებს ვამბობ ერთ-ერთმა სასამართლო ამბობს რომ გამოძიებით დაუძგენელმა პირმა ასე მაგ სასამართლოში ასე წერია ესე იგი ბოლოხან დაუწყეს ავტომატები ეს არის იმის შემდეგ ეს ჩვენ მაინც მიგვეტყვის ჩვენ დაბალი დონის გლეხები ვიღაც ხულოელები მიგვეტყვის და ვინ შეგვაფასებს ჩვენ იმის შემდეგ დაიდგა ეს სცენარი რომ ვითომდაც ავტომატები გააჩნდნენ ამათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ 3 ახალგაზრდა ასეა განაჩენში რომ ორმხრივი ვითომ ჩვენ ბიჭებსაც ავტომატები ქონდნენ და ამათაც და იძულებული გახდა ძალოვანები რომ ესე იგი ესროლა და დაეხუცა ეს ბიჭები ამაშია საქმე მას შემდეგ ჩვენ არაფერი არ ვიცით ჩვენ გლეხებმა დაბალი პენის გლეხებმა ასე შემიძლია ვთქვა ასე მოგნათლეს მაგენმა ეს იყო 12 იანვარი ღამე ხუთშაბათი დღე იყო და არა ვიცით რამე და აქვე მინდა ვთქვა რომ არ დამავიწყდეს პატივცემულებო ჩემი შვილი იყო თავი გაკვეთილი ქონდა ამოღებული ქონდა ყველაფერი რაც გააჩნია ადამიანს წმინზე მისვლამდე გულმკერდი გაჭრილი იყო ესე გარიგებული იყო და მოკერილი იყო რაით პატივცემულებო და ბოდიში და თივას რომ პრესავენ ალბათ იცი თეთრი თოკია თეთრი თოკით იყო მოკერილი პატივცემულებო რომ გასაგები იყოს თივა ბოდიში უნდა მოვიხადო ახლა ისეთ სიტყვებს ვამბობ და იმ თოკით იყო მოკერილი ჩემი ცარიელი ფუტლი არის მომიყვანეს აქედან მე ჩვენ ოჯახმა არაფერი არ ვიცით გათენდება 13 იანვარი არის ძველი ახალი წლის მზადების დღე იმიტომ 14-ში არის ახალი წელი 14-ში ჩვენ არაფერი ოჯახმა არ ვიცით 13-ში საღამოს ესე ერთი სუტყის ერთი დღეღამის მოკლულია ჩვენი შვილები და მე ვგებულობ 13-ში საღამოს დამირეკავს ბათუმიდან სოფელი ბარცხანა არის ასეთი სოფელია ბათუმში ბარცხანაში ცხოვრობს ჩემი ბიძაშვილი სულიკო ართმელაძე სხვათა შორის რომელმაც იმ მიცვალებულიც იმან ჩამომიყვანა თბილისიდან ხულოს გოდერძზე რომ თქვა იქ ცხოვრობ მე გოდერძი გაგონილი გექნებათ იქ ცხოვრობ მე და ეს კრუგზე ესე იგი ბათუმიდან და და ამ სულიკო ართმელაძემ დამირეკა ამეღამ 13 იანვარს დამირეკა რომ ჩემ შვილს ჰქონდა ტელეფონები მაშინ ნაკლებად იყო რა მინდა ახლა რომ იმ დროისათვის და დავრეკა ჩემ შვილს ავწე ტელეფონი რომ ეს სულიკო ართმელაძე რეკავს ისმენ მეთქი შენი მარადი ერქვა ჩემ შვილს შენი მარადის ბინის მისამართი მინდაო ახალი წლის ღამეა მზადება არის და რადგან მეთქი და როგორც ახლობლებიო შევიკრიბეთო და მოწვევა მინდა შენი შვილისაც რადგან ბათუმშიაო და მისამართი მინდაო და უთხარ რამე ვერ წარმოვიდგენდი და თურმე ამან ტელევიზიით იცის ჩემმა ბიძაშვილმა ბათუმში გეუბნები ტელევიზიით იცის ეს ამბავი და მაიდამა ჩვენ არ ქონდა ტელევიზორი გადართული და იმკანა და დაამტკიცა ბეჭედი დაარტყა სულიკო ართმელაძე რომ ეს მარად ართმელაძე ჩვენი შვილია
ვუთხარ მისამართი და უნდა გადმოვიწვიოთო მარადიო ჩვენთან სუფრაჟეო ახლა საზეიმოთო და კაი დავხურეთ ტელეფონი გათენდა დილა ესე იგი 14 იანვარია შაბათი დღეა თუ არ ვწდები 14 იანვარია და კიდევ რეკავს ეს ნომერი გისმენ მეთქი და ჩემ მეზობლები მე ვერ მითხრა ეს მე 13-ში საღამოს იმიტომ დამირეკა რომ სწორად იყოს ასახსნელი და გასაგები ყველასათვის რომ მე რანაირად რა კილოთი მას პასო გავცემდი რომ ესე იგი მე ეს ამბავი ვიცი თუ არა ხომ სწორად ვამბობ მე მგონი რატომ 13-ში იმიტომ დამირეკა რომ ჩემი შვილის გადაყვანა კი არ უნდა და თავისთავად ცხადია ესე იგი ეს ამბავი მე მოვისმინე თუ არა ტელევიზიით ამის რა კილოთი ვეტყოდი ამის დამტკიცება უნდა და რომ არაფერი არ ვიცოდი დალხენილი ვიყავ საზეიმოდ დილას რომ რეკავს და მეუბნება რომ კიდევ მე ვერ მითხრა მეუბნება რომ ჩემ მეზობლები და ძმები არიან ერთად ცხოვრობენ და ან ერთი ან მეორე რომელიმე სახში არისო გუშინ სახში იყვნენ და დღეს არ ვიცი მეთქი და თუ არ შეწუხდებიო ეს ტელეფონი იმათ ტელეფონი არ ქონდენ იმ ბიჭებს ძმები არიან ეს ტელეფონი აუტანეოდა დამალაპარაკეო ეს სულიკო ართმელაძე მეუბნება მე რომ ესენი დამალაპარაკეო და რაზეა პრობლემა მეთქი და წავედი მე ცოტა ქვებით ცხოვრობ და ესენი ზევით არიან ასე წავედი აველი თემური ქვია ამ ბიჭ პირველი სახლი ვინც არის თემურ დაუძახე გამოიხედა ფანჯრიდან სულიკოს უნდა დალაპარაკება შენზე მეთქი შამოი არ შეվել და ახლა და გამოვიდა ამ ბიჭმა და ამ თემური ხოზრევანიძეა ისი ვინც ხასთან მიმგზავნა რომ ტელეფონით დამალაპარაკეო გამოვიდა ამ ბიჭმა მივეცი სულიკოს დაელაპარაკე მეთქი უთხარი და რომ ელაპარაკება ახლა ნოკია ტელეფონია პატივცემულებო უწი რომ იყო და ეს ნოკია ტელეფონი მივეცი დაელაპარაკა და უკვე თოვლი იყო ზამთარია იანვარია და ჩვენთან არის ასე თოვლი უკვე ბეღლეთში ვცხოვრობ მე სოფე ბეღლეთში და დიდი თოვლია ეს ბიჭი ასე უკან მიდის წები და ჩემი რომ ლაპარაკობს წები და უკან ამ ბიჭმა და მე თქვი რომ ახლა რაღაც სეკრეტს ეუბნება რა ვიცი მე და კი არ წავხდი ამას რომ გევიდა იქეთ ერთი 5-6 მეტრა შორ გევიდა და ჰო თურმე დაარქვეს რომ ჩემ twin როგორ ვუთხრათ როგორ ავუხსნათ დაგეგმეს იმას უთხრა ეს ამბავი რომ ასეაო და მე ერთი ორი შვილი მყავდა ისე დავბედი ორი შვილი მყავდა ერთი წეიყვანა ჯალათებმა წამართვა მეუღლის ერთად და ერთი მყავს ახლა რომ ავხსნათ რომ ბოლოს აღარ დამამწა შენი შვილიო გენადი ქვია გენადი ართმელაძე შენი შვილი სახშია მეთქი ბებია გვყავსო ჩვენაო ამატყოფიო ბათუმში უკვე გარდაცვლილიაო და სულიკომ თქვა უკვე სადაც არის იქაო დახმარება გჭირდება დიდი თოვლიანობა არის და იმის ამოსაყვანათო იქ გადაბარგულია მაგრამ სოფელში ჩემ მეზობლად ცხოვრობს და სასაფლაოს იმის ამოსაყვანათო დახმარება გჭირდება ახალგაზრდებისო და შენმა შვილმაო სასწრაფოდ მიემზადოს და წეველით ბათუმშიო ამ წვილით წეიყვანა ამ თემური ხოზრევანიძემა ჩემი შვილი და მე სამეზობლოდან როგორმე გავიგეთ და რომ ასეთი ამბა ახლა მოგახსენებთ კიდევ იმის შემდეგ ეს რომ მე არ წავსული ვარ არ წავყოლი ვარ პატივცემულებო და ჩემი შვილი წაყვა გვამის ჩამოსატანად ჩემი შვილი ჩამოსატანად სულიკო ართმელაძეს მანქანით კიდევ მისი ბიძა ეხლა სულიკო ართმელაძეს იოსებ ართმელაძე ისიც ეხლა იქა კიდევ იყვნენ და ჩემი ცოლის ძმა ასეთები ყველა 5-6 კაცი წევიდნენ ამ მარშრუტით იყო წევიდნენ ჩევიდნენ ახლა ჩევიდნენ ამათმა ისეთი ვერსია გაუშვეს ამ ახალებ ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს რომ ვითომდაც რუსთავში მოხდა ესე რუსთავის ციხეზე პატივცემულებო სწორად რომ გავიგოთ ნავთლუღის სად რუსთავის ციხე და რუსთავში მივიდნენ აგენმა რომ წამოიყვანო და იქ რა წვალებითო და რა
რაღაც ჭიდილითო და რა შეურაცხყოფებითო და რანაირად წამოვიყვანეთ ღმერთი იყურებოდაო სხვა ვინმე ვერ მიხდებაო ჩამოსლებ ჩემებმა თქვეს ისე წვალებით და შეურაცხყოფებითო და შიშითო და რომ თქვენ ტერორისტები ყოლიან თქვენაო და მიმიხდით ახლა რა გამოთქმებით მოგწეს ჩემი შვილი და მოიყვანეს მე კრუგზე წამოიყვანეს სახში რომ მივიყვანე ესე იგი ეს იყო თვალწდები ორშაბათი დღე იყო რომ სანამ თბილისიდან ერევაზე გოდერძე ავიყვანე ორშაბათი დღე იყო ამიღამ გამთენიისას მოვიყვანე პატივცემულებო და ესე იგი დილას შუადღეხან დავასაფლავე შიშით და რანაირად დავასაფლავე და ღმერთმა დაინახა იქედან რომ ეს ჩემმა მეუღლემ ცხონებულმა რომ ნახა შვილი ესე იგი ცოცხალი აღარ იყო ჩარიელი ფუტლი არ იყო ამოცილი ქონდა ყველანაირი რომ სწორად დავხსნათ სწორად გავიგოთ და იმ თოკით იყო მოკერილი მეთქი ამაზე ჯამთელია ახალგაზრდა ქალი ამაზე ესე იგი ვეღარ გაუძლო და გაიტიშა რომ თქვათ ბილათ რომ თქვათ და სიმწარეზე და რომ დედამ გაიტიშა დედის ჯავრი ვიღას კონდა რომ შვილი იქიდო დასასაფლავებელი იყო ეს დავასაფლავეთ მე აღარ მოიკეთა მეუღლემ აღარ მოიკეთა და ესე იგი რა ვიცი და ბევრი ვიტანჯეთ და რაღაც უკვე დალაპარაკების ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ ვინმე ზეწოლა გქონდა ტერორი გქონდა და ერთადერთი იანვარში 12 იანვარს მოხდა ესე და ესეც მინდა ვთქვა პატივცემულებო ელენე თევდორაძე ქალბატონი ელენე თევდორაძე იმ დროისათვის იყო ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უწინა თვალწდები ასე იყო ის პიროვნება და მაისის თვე იყო გამოვიდა ტელევიზიით და თქვა რომ ყლელობიდან 3 დღის შემდეგ მოვიდა ჩემთან თვითმხილველი ქალი და მითხრა 3 ახალგაზრდა მუხლ დაჩოქილები პოლიციელებს ევედრებოდნენ უდანაშაულოდ არ დაგხოცოთო პოლიციელებმა მაინც დახოცეს რათა გაემართლებინათ თავიანთი ქმედება პოლიციელებმა დროებს ავტომატები მიუწყეს ახლა ხომ წაღან ვახსენე რომ პოლიციელებმა ავტომატები ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა პოლიციელებიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასე შემიძლია ვთქვა სუმკიდან ამოიღო ავტომატები მოკლე სახის ავტომატები და დაუწყო თითოეულ გვამს ეს ხომ ვახსენე ახლა ელენე თევდორაძემ ასე ბრძანა ეს უკვე წარმოიდგინეთ პატივცემულებო რომ როცა მთავრობის წარმომადგენელი შენკენ იტყვის რაღაც სტიმული მოგეცემა გამბედაობა მოგეცემა რაღაც ასე იგრძნობ იყოს ის ჯალათების დრო მაინც იტყვი რომ რაღაც დამშვიდებას ნახავ და არაფერი გავიდა წლები რაღაც წლები გავიდა პატივცემულებო და ბატონ სოზარს უღრმესი უძვირფასესი მადლობა მინდა მოგიხადო პატივცემულო გულითა და სულით წინსწრებით გულწრფელობით რატომ იმ დროისათვის ეს პატივცემული მუშაობდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე თუ არ ვცდები ასე იყო და ამისი განკარგულებით მოვიდა ჩემთან სახალხო დამცველის აპარატი ჯგუფი საღად ერევალზე გოდერძე ესე იგი ამისი მეთაურობით ამისი გულშემატკივრობით რომ განიხილეს ჩემი სიტუაციები ჩემი მდგომარეობები თუ სწორად მახსოვს ერთი პიროვნება იყო ჩარკვიანი გიორგი თუ სწორად მახსოვს და შეცდომაში გიორგი ჩარკვიანი იყო ნამდვილად შეცდომაში რომ არ მოუხდე გიორგი ჩარკვიანი სახელმწიფო წარმომადგენელი თუ სწორად მახსოვს ეს პიროვნება ლადო გალობლიშვილი იქნებოდა მეორე ეს პიროვნება ჩარკვიანი გიორგი დამამახსოვრდა სავეთ რაღაც და ამისთვის უძვირფასესი უღრმესი გულწრფელი მადლობა მინდა მოგიხადო პატივცემულო შენ
ესე იგი მართლა ყურადღებით გამოიყურებოდი და ეს მინდა აუხსნა რომ ესე იგი ხალხის საკეთილდღეოდ მოქმედებდი შენ ყველანაირად უნდა მე ვალდებულება მაქვს რომ ქედი მაინც მოვიხარო შენს წინაშე ასეთ თანადგომისთვის იმის შემდეგ ეს სახელმწიფო მხრიდან როცა ასეთი თანადგომა გაქვს იმ ტკივნეულ გულზე ესეც მინდა აუხსნა რაღაც სტიმული გეძლევა, გამბედაობა გეძლევა, რაღაც შეგრძნება, დადებითი შეგრძნება გეძლევა, რომ ესე იგი სახალხო დამცველის აპარატი შენთან ესე იგი გამოცხადდა შეისწავლა შენი მდგომარეობები, შენი მწვავე საქმეები და თანადგომა გაგკეთა, ესეც მინდა ვთქვა. მაღლა ღმერთია. იქიდან რომ მეტი აღარ გავაგრძელო დაიწყო ჩემი ბრძოლა ეს მობრძანდით თქვენი ხელისუფლება რომელიც სამართლიანობის აღმდგენი ხელისუფლება ბრძანდებით თქვენ შემოგევლე მართლაც სასახელო და მე ვზეიმობ 2012 წლიდან დღემდე პატივცემულებო ეს მინდა ვთქვა გულწრფელად და ეს რომ არ ვთქვა მე ვერ მოვისმენებ და ნებისმიერ რაც არჩევნები ჩატარებულა პატივცემულებო მე არჩევნებში მონაწილეობ რა თქმა უნდა მთავრობის სასარგებლოდ აქეთ ამხარეს და ესე იგი ყოველ არჩევნებში საჩხუბო საკამათო даже ზოგჯერ ხელჩართული კამათიც და ასეთი ამბავებიც მქონია მეხუთე ნომრების მხრიდან რის გამოახლა ესეც მინდა უხსნა მეუბნებიან ნუ თუ ამ ხელისუფლების ხელში პერიოდში რაიმე მკვლელობები არ არის ამაზე პასუხცემ მე ამ საპირისპიროდ და ვკამათობთ რაზე ვცემ პასუხცემ დამიმტკიცეთ ისეთი პირო მთავრობის წარმომადგენელი რომელიც აიღებს ავტომატს და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ინადირებს და ხოცავს საკუთარ მოქალაქეებს მთავრობის წარმომადგენელზე ლაპარაკი იმიტომ მთელი ხელისუფლება ავტომატი ჰქონდა დაკავებული და ატრიალებდა მოქალაქეების მისამართით თანამდებობის პირები მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს იგივე ჯალათებმა დედიკოს ბიჭებმა ხომ ასე და ამაზე პასუხი არ აქვენ და თქვენ ესეც მინდა ვთქვა და ნაციონალების დროში თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ქუჩაში ადამიანებს მეთქი და ამაზე პასუხი არ ქონდათ ახლა ეს ვისი ბრალია მეთქი ესეც ვუთხარ არ მინდა დაუმალო კაფე-ბარში გამოთრება პიროვნება გამოვა ქუჩაში და ვიღაც მშვიდობია მოქალაქეს დანას დაარტყამს და იმ სხერეპლეს იმას მთავრობა არის ამაში დამნაშავე მეთქი ეს პასუხი გავეცი და მე მინდა რომ სწორად გაიგოს საზოგადოებამ ამე ეს მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან ეს მინდა დღეს კიდევ ვერ ათავისებენ იმას რომ ეს სისხლიანი რეჟიმი კიდევ იმათ გვერდში უდგანან აი სისხლიანი რეჟიმი თქვენ მისამართით ტრიბუნიდან ვამბობ ეთერში ვამბობ არ მეშინია მე ჩემი ტკივილი მეყო თქვენ მისამართით ჯალათებო თქვენ შვილებს ტუჩებში კოცნით და ჩვენ შვილებს საფლავებზე უკოცნით ეს გაითავისეთ თქვენ მორალ ღირსება და გარგულებო თქვენ რამდენი უდანაშაულო და შავებით შემოსეთ თქვენ ხართ ესე რამდენი უდანაშაულო დედას მოუსწრაფეთ სიცოცხლე და დაასამარეთ რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ განადგურეთ ეს ჯალათებო თქვენ მორალ ღირსება და გარგულებო თქვენ კიდევ გამოდიხართ კიდევ პოლიტიკაში ჩამოდიხართ და ცდილობა გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნებისა აი იმ ჯალათების მისამართით ვამბობ ნუ თუ მორალი არ გაგაჩნიათ თქვენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ზედმეტი ლაპარაკი კაცო თქვენ ღმერთმა რომ გააჩინა ჰაერი საქართველოს ჰაერი არამია თქვენთვის თქვენ საქართველოს ჰაერს არ უნდა სუნთქავდეთ თქვენ უნდა გადაიკარგოთ ჯოჯოხეთში პატივცემულო ჯგუფო კარგად გამიგოთ ესე რას ვამბობ მე ხომ ყველასთვის საღად მოაზროვნე ადამიანი გაშიფრავს ამას რომ მე რას ვამბობ აი ამაზე გული მტკივა იმ ჯალათების მისამართით ვამბობ
რამდენი უდანაშაულო ოჯახი მაგათმა დაჯირეს და გააპარტახეს ჩემი სტამადობით. ერთი კიდევ მინდა ვთქვა, მე აღელვებული ვარ და წინასწარ ბოდიში გიხდი პატივცემულებო, მე არ შემიძლია მოთმინება, განადგურებული ოჯახი ვარ ერთ-ერთი. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა პატივცემულებო. ნუ თუ ჩემი შვილი მისი სიცოცხლის განმავლობა ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა რაიმეს ცენტებს მაინც და ახლა ჩემმა შვილმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა ჩემი მეუღლე შეიწირა დასაფლავებულია ახლა ამიტომ იმ სიკეთის სანაცვლოდ აი იმ ჯალათებმა ჩემ შვილს ჩემ ოჯახში მოატანიეს ორმაგი ტრაგედია ორმაგი ტკივილი სანაცვლოდ სიკეთის მოტანისა აი სწორად გავიგოთ მეუღლეც შეეწირა მაგათ და შვილი მაინც იყო 23 წლის შვილი სტუდენტი ექიმი იყო საექიმოზე მესამე კურსი პატივცემულება დღეს ექიმი იქნებოდა ჩემი შვილი გთხოვთ გულწრფელად გული სიღრმიდან გთხოვთ ბრალდებულად არ გამომიყვანოთ და ესე ბოდიში მომიხდია ემოციებისთვის რომ მე ძალიან ტანჯული ვარ თქვენი სულის ჭირიმე მე ერთ-ერთი მტკივნეული ოჯახი ვარ 2014 წლის 14 მარტია ესეც მინდა ვთქვა და 14 მარტია და მე და ჩემი მეუღლე მაშინ ცოცხალი იყო 14 მარტია და მე და ჩემი მეუღლე საღამოს 10 საათის შემდეგ იმის შემდეგ რაც ეს 6 წელი შემდეგ ინფორმაცია არ გამომიტევებია მაინტერესებდა ინფორმაცია რომ რაიმე გავიგო ამ ნავთლუღის საქმის შესახებ საღამოს 10 საათის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ტელევიზორს ვუყურებთ და გადაცემა არის რუსთავი 2-ის ღია ეთერი პოზიცია წამყვანი არის ქალბატონი ნინო შუბლაძე ხმაურიანი ბრალდებები ასეთი სათაურით და ხმაურიანი ბრალდებები ასე ეწერა და ვუსმენთ ტელევიზორს მე და ჩემი მეუღლე ღამეში და ვუსმენთ ტელევიზორს და ერთ-ერთ დებატებში მოწვეული არიან ქალბატონი მანანა კობახიძე მისი ოჯახი დალოცა ღმერთმა აქედან უძღვნი უძვირფასეს უღრმეს მადლობას ქალბატონი მანანა კობახიძე იმ დროისათვის ბრძანდებოდა პარლამენტში ვიცე-სპიკერი იმ დროისათვის მაშინ და ნაციონალები და გოგა გაბაშვილი ასეთი პიროვნება იყო ერთმანეთის საპირისპიროდ დებატებში იყვნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში ქალბატონი მანანა კობახიძე ამბობს რომ დღეს სხვათა შორის მის სიტყვებია დღეს სხვათა შორის როლანდ ახალაიამ თქვა რომ საქართველოში 37-იანი წლებიაო იმ განსხვავებით რომ მაშინ ხრეთდნენ ადამიანებსო და ამ განსხვავებით თქვაო როლანდ ახალაია ალბათ ყველა მიცის იმ დედიკოს გმირების мама ეგრეთ წოდებული ხო და ასე თქვაო და მე არ შემიძლია არ ვახსენო ის რომ 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 3 ახალგაზრდის მკვლელობა იმიტომ რომ სრულებით უდანაშაულოდ ყოველგვარი განაჩენის, განხილვის, ყოველგვარი ტკიცებულების გარეშე მოკლეს 3 ახალგაზრდა და დაასახელა ვინ. ეს ამას გონილო პატივცემულებო და მე იმის შემდეგ კიდევ იმედი მეცემა რომ ესე იგი ეს ქალბატონი მანანა კობახიძე იმ დროისათვის პარლამენტის თანამშრომელი ვიცე-სპიკერია და ესე იგი მე გულისხმობ რომ ამან დედამიწა მაჩუქა ასე შემიძლია ვთქვა რომ მთავრობის წარმომადგენელმა ესე იგი ჩემკენ დაილაპარაკა სწორად გავიგე რის თქმა მინდა ახლა ვერ ხსნი ისე რომ საზოგადოებამ გაიგოს და ესე იგი ვიცე-სპიკერი ჩემკენ ყოფილა და იმის შემდეგ მომეცა ყველანაირი იმედი დალაპარაკების უფლება ყველანაირი და სხვათა შორის შეხვედრაც მქონდა მაშინ პარლამენტი იყო ქუთაისში 2 ხელი მქონდა ქალბატონ მანანასთან შეხვედრა მომიწვია იმან
თანადგომა გამიკეთა. აქედან ეს იყო მარტის თვე და ოქტომბრის თვეში მომეცა სტატუსი, დაზარალებულთა სტატუსი. იმის შემდეგ ისე იმ მეორე თვეში თუ არ ვცდები, განაჩენი მომივიდა, ეს საქალაქო განაჩენი. იმის შემდეგ ცოტა ხნის წლები გავიდა წლები და სააპელაციო მერე უზენაესი და ახლა მაგ ყველანაირი პატივცემულებო ჩემი განაჩენი, ჩემი გამამართლებელი განაჩენი სულ ყველანაირი ხელთ მაგ. გნებავთ აგერ სახეზე მაგ, რომ მე ჩემი შვილი არის ცამდე მართალი. აგერ თქვენ პატივცემულიო სამართლიანობის აღმდგენო კომისიაო, თქვენ შემოგევლე. აი გულწრფელობით, გულის სიღრმიდან გავშიფროთ, რომ როგორ უდანაშაულოთ სხვათა დაშინების მიზნით ჩემი შვილის სისხლი დაიღბარა თბილისის ქუჩებში. ამის არაერთი კადრი არსებობს, გნებავთ კადრებში ნახეთ, გნებავთ განაჩენები მაქვს, აგერ გამამართლებელი განაჩენები. მე თუ დამნაშავე ვარ, ახლა მე მინდა რომ თქვენ როგორც სამართლიანობის ამდგენი პატივცემული ძვირფასი კოლეგები, რომ სწორი შესაბამისი დასკვნა დაადოთ თქვენ თვითონ ჩემს საქმეს, რა შეესაბამება ის საქმე. ასეთი მკვლელობას ვამბობ მე და ხარსულს ვამბობ. დანარჩენი ეს იყო და ეს და გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ეგრეთ წოდებულმა ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ესე იგი ტკბილი, ლამაზი, გემრიელი ოჯახი, ნულის ტოლფასად ვარ დღეს აქცევი პატივცემულება, აი ასეთი იმათი მოქმედებით, ვერაგული მოქმედებით, ასე შემიძლია ვთქვა. არანაირი ჩემშვილი განაჩენი უზენაესმა მე მგონი სწორი გამოიტანა და აგერ არის უზენაესი განაჩენი აგერ მაქვს. ხელთ მაქვს სამივე ინსტანცია აგერ მაქვს. კი ბატონო. ვიცით ბატონო მიხეილ გისმენთ პატივცემულებო. შეიძლება ხო? შემოგევლე. საზოგადო დადოთ დასკვნა. შესაბამისი რა თქმა უნდა. კი ბატონო, ჩვენ დასკვნას რა თქმა უნდა დავდებთ და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე